გამარჯობა. დღეს აღვნიშნავთ ამაღლების დღესასწაულს ვანში. ეხლა გამოდივარ ჭიდაოზე და ფინალში ვარ. ეხლა მითხარით თქვენგან ყველაზე მაგარი მოჭიდავე რომელია? გივია. მე. გივია. არა. არა მე უფრო მაგარი ვარ. ვაგრძელებთ ქართულ ტრადიციულ ჭიდაობას. ლურჯ ფორმაში არის ბექა ხურციძე და წითელ ფორმაში არის დავით ცირბილაძე. ეს ორი სპორტსმენი გათანაბრებულია როგორც სუპერმენის და ბეტმენის დაპირისპირების დონეზე. დავითი ასრულებს გდებას, ბექა როგორც ჩანს მან მიიღო ტრავმა, მიემართება სამედიცინო დახმარებისკენ. მასწავლებელი მას აბრუნებს ისევ ტატამზე. ეს ძალიან ძლიერი ქმედება, მეგობრებო. შეხვედრა ისევ გრძელდება, როგორც ხედავთ, ბექა კვლავ აქტიურია, ასევე დავითი არ დებდება, რა თქმა უნდა, ორივე სპორტსმენი არის გამარჯვებისთვის აქ. დავითი ასრულებს ბრწყინვალე გდებას და ხდება გამარჯვებული, მაგრამ ამ შეხვედრაში გაიმარჯვა ორივემ, რადგან ბექა იყო ტრავმირებული, თუმცა ის არ დანებდა. დაიწყო შემდეგი პრინციპული შეხვედრა. წითელ ფორმაში არის მარიამ ტყეშელაშვილი და ლურჯ ფორმაში გიორგი ტყეშელაშვილი. მარიამი ასრულებს გდებას. შეხვედრა აქტიურად წარიმართა და კიდევ ერთი გდება მარიამისგან. საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, თავმოყრე მარიამი ძალიან იამაყებდა. კიდევ ერთი გდება. გაიმარჯვა მარიამ ტყეშელაშვილმა. იწყება შემდეგი საფინალო შეხვედრა. ლურჯ ფორმაში ვხედავთ ანდრია მახარეიშვილს და წითელ ფორმაში კი ნიკა ხონელიძე. მაგრამ ანდრია მყარად დგას. ტევაზე გადადის ნიკა ხონელიძე. ყველაფერი ერთი ლეცია დამოკიდებული და ნიკა ხონელიძე იმარჯვებს. სულოცავ ორივე სპორტსმენს. გაიმარჯვა ნიკა ხონელიძე. ტაში ხალხო. ყოჩახ ნიკოლოს, ყოჩახ. აბა წარმატებები. ყოჩახ. Შვილი. დოდა, ისე ნიკა, მიდი ამ მედალს უკბიჩე. ნამდვილია, ყოჩახ. შენ კი მოიგე პირველ ადგილზე, კი გახვედი. მაგრამ ეხლა რა ხდება? ეხლა სად მივდივართ კიდე? ახლა ჩვენ ვაწავიდეთ დოღზე. აბაღლებულა რო არის. ჩვენ თან დოღის დღესასწაული გვაქვს და თან ჭიდაობა. ყოჩახ. დაძაბული ბრძოლა ნამდვილად. ეს ხალხიც მოდის. რა სიჩქარია. ყოჩახ. მაგარი სიჩქარია.
არის სერიოზული დაპირისპირება, არ ვიცი, კაცს რამდენად გამოჩნდება უბრალოდ. აი, იმ ცხენმა ისეთი აიღო, არ ვიცი. საფინალო წრეა. ბავშვი, იქეთ გადი. რა სპორტის სახეობაზე ვართ? ხარ ცხენბურთზე. რა გარბის? აა თი გადავარდა. მაგარი და აქ წითელი რაღაცები რო გეთე, ხო იცი? გასუთას. მოდი აგე გამოდი. სიგიჟე არის რა. არ ვიცი. გამოდი აგე. ახო ეს ხარდა და კიდე. ხო, არხი გამოიტანა, ხო? ხო, არხი გამოიწევა, სწორია და მორჩით აქ კიდე ვიდეოს გადაღება. მორჩით? ხო. ვანის გოგილის აბანების არ წავიდა ეს? როცა კიდე უნდა წავიდეთ ვანის გოგილებზე და იქაც გადავიღეთ ბევრ ვიდეოებს და კიდევ ერთი წყალი გადის და იმასაც გადახე. კი ბატონო. გზა იყო ძალიან ცუდი რა, რაც შეიძლება. ჩვენ როგორ საცვალავდით, ისეთი არ იყო. უბრალოდ გზა სჭირდება ტრაქტორით გადასწორება რა. თორე და ახრეში. ვიზიტორებისთვის ძართული აქ მოსვლა. წყალი აქ მდიდარი გადის, ძალიან ლამაზია და მე როგორც ვიცი, შეიძლება ტურისტებიც ვნახოთ. აი აქ არის ძალიან ლამაზი ადგილი და ყველას ვუჩვევდი მოსვლას. ახლა ჩემი ძმა ჩავიდა წყალში და ვკითხოთ რა ქულას დაუწერს და როგორი წყალია. ცხელი წყალია და ძალიან კაია ორგანიზმისთვის. და მე როგორც ვიცი, ამ წყალში 30 წუთის განმავლობაში რო შახვალ, მე 30 წუთის განმავლობაში უნდა ამოხვიდე, თორე არ შეიძლება გულისთვის. არის ძალიან ცუდი. აქ ერთხელ ხო ერთმა კაცმა დაილაპარაკა, ვიღაცა კაცი იყო ცუდად და ფეხები ტკიოდა. ხო და რომ მოიყვანეს აქ ამყოფინეს რა. ხო და რომ ამ წყლით იმკურდალა და ახლა კარგად არის. გამოჯამფელდა? ხო და ახლა დადის. ოლექსი გილოცა მოგებას ჭიდაობის დღეს და მე მაყურებელს ავემშვიდობოთ. ხო, ნიკა და თონიკა იყო დღეს ჩემთან სტუმრად. მადლობა. თუ მე ვიყავით თქვენთან სტუმრად. ხეიყავით შეთასწორდა და თან ჭიდავსაც უყურეთ და თან გავერთეთ ცოტა. კი ბატონო. მე უფრო გავერთე რა თქმა უნდა ესე კი, გავიხარ. შენ მოიგე და მაგიტო.